ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე მე ჟურნალისტი სოფო ხანიშვილი გრიგა ვარ. საფინანსო სექტორის მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიების რაოდენობა იზრდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმდინარე წლის თებერვალში ბანკებში, სესხის გამცემ სუბიექტებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 2600 განაცხადი დაფიქსირდა. მომხმარებლებს ყველაზე მეტი პრეტენზია საბანკო სექტორის მიმართ ჰქონდათ 2600-დან 2500 საჩივარი სწორედ საბანკო სექტორზე მოდის, რაც შეეხება პროდუქტებს. საჩივრების დიდი ნაწილი მიმდინარე ანგარიშებსა და სამომხმარებლო სესხებს ეხება. 72 პრეტენზია დაფიქსირდა სესხის გამცემის სუბიექტების მიმართ, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საჩივრით სულ 54 მომხმარებელმა მიმართა. დაფიქსირებული პრეტენზიების უმრავლესობა საფინანსო ინსტიტუტებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. მომართვების რაოდენობას დიდ გავლენას ახდენს ხოლმე სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, ან როდესაც ახალი მარეგულირებელი მოთხოვნები შემოდის, ან ბაზარზე რაღაც ახალი პროდუქტი ჩნდება, ამ შემთხვევაში იზრდება ხოლმე რაოდენობა. თუ დავაკვირდებით მაგალითად გასულ წლებს 2025 წელს რაოდენობა მომართვების მაგალითად უფრო ნაკლები იყო ვიდრე 2024 წელს, თუმცა კიდევ ერთხელ ზოგადი ტენდენცია, ანუ წლიდან წლამდე ტრენდის კუთხით მზარდია. საგზაო უსაფრთხოება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევები ისევ ასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს და ათასობით ადამიანს აზიანებს. ამ ფონზე ქვეყანაში 1 მაისიდან სანქციები მკაცრდება, ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჯარიმები იზრდება ღვედის გარეშე გადაადგილების, ასევე ავტომობილის მართვისას მობილური სარგებლობის და სიჩქარის გადაჭარბების დროს. ჯარიმა ათმაგდება მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვის შემთხვევაში. რაც შეეხება ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის გაჩერებას, ასე დროს არ მხოლოდ სანქცია იზრდება, შესაძლოა ავტომობილის იძულებით ევაკუაციაც განხორციელდეს. რამდენად ეფექტიანი იქნება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე გამკაცრებული ჯარიმები და რა შედეგებს უნდა ველოდოთ. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ირაკლი და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. ირაკლი, რომ დავიწყოთ მაინც, მე ძალიან მოკლე მინიშნება გავაკეთე, რა იცვლება, რა არის და რა იცვლება. თქვენ უფრო დეტალურად რომ აუხსნეთ ჩვენს მაყურებელს, რეალურად რა ტიპის ცვლილებებთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით, უკვე 1 მაისიდან ძალაში შედის გარკვეული სანქციები გაზრდილად, ანუ ეს არის პირველი სიჩქარის გადაჭარბებაზე და მანევრირების წესებზე 50 ლარიდან გაიზარდა 100 ლარამდე, შესაბამისად საავტობუსე ზოლის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობაზეც მომიმატა ჯარიმა და 200 ლარამდე გაიზარდა. აქამდე მხოლოდ დედაქალაქში და ბათუმში იყო პარკირებაზე მხოლოდ 50 ლარი დაწესებული, თუმცა ეხლა მთლიანად საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება აღნიშნული ჯარიმა, რაც მისასალმებელია არის თვითონ ქალაქში მოცურება, დრიფტის განხორციელება. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში გახშირებული არის ქალაქებში მსგავსი ფაქტები, ამიტომ თუ მოხდება ადამიანის დაზიანება ან ქონების სხვისი, ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 500 ლარი, ხოლო ნახევარი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. ეს ჯარიმების გაზრდა ზოგადად მიზანმიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაიზარდოს, თუმცა სხვადასხვა ევროპული მაგალითები გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმების გაზრდა მაინც დიდ ეფექტს ვერ გამოიწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს, ვიცით, ქულათა სისტემა, შესაბამისად ყველაზე პირველი მკვლელი გზაზე, რაც არის სიჩქარის გადაჭარბება, ეს არ არის ქულებთან დაკავშირებული და ამ პრობლემასთან მიმართებაში ჩვენმა ფონდმა გააკეთა საკმაოდ ვრცელი კვლევა, ანუ შევისწავლით ევროპის ქვეყნების გამოცდილება და ეს კვლევაც გაზიარებულია საქართველოს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან. ამ კვლევასთან ერთად ასევე გაზიარებულია ზოგადად სიჩქარის მენეჯმენტის შესახებ პრობლემებზე, ეს არის 15 კილომეტრიანი ტოლერანტობაზე, შემცირების თაობაზე და ასევე ურბანული ლიმიტების შემცირებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში ურბანული ლიმიტები არის ძალიან მაღალი, ანუ 60 კმ/სთ პლუს 15 კმ/სთ ტოლერანტობა, რაც არსად არ არის ევროპის მასშტაბით, არც ერთ ქალაქში არ არის მსგავსი სიჩქარეები, შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ სიჩქარეების ესე რომ ვთქვათ ლიმიტების შემცირება მოვახდინოთ და მაქსიმალურად გავზარდოთ გზებზე უსაფრთხოება.
დიახ, ბატონო ირაკლი, ამას დაუბრუნდებით აუცილებლად რა მიზნები, რა უნდა გაკეთდეს დამატებით, რომ ის მიზანი, რაც აქვს, რაც არის ჩადებული და ჩაფიქრებული ამ ჯარიმების გაზრდის მიზნის მისაღწევად, ამას დაუბრუნდებით. უბრალოდ ეს თემა მინდა რომ კარგად ამოვწუროთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა დაინახოს. თქვენ მინიშნება გააკეთეთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს რას გააკეთებს? ანუ ჯარიმებს ექნება თუ არა მაინც პრევენციის დატვირთვა ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ჯარიმებს თავისთავად ექნება პრევენციული დატვირთვა გარკვეულწილად, თუმცა ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლოდროინდელ სტატისტიკას, არიან ადამიანები, ვინც რაღაც უსასრულოდ იხდიან ჯარიმებს და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. აქედან გამომდინარე დამატებითი ეფექტი უნდა მოახდინოს კულათა სისტემებს, რაზეც წეყან ვისაუბრე, ჯარიმების გაზრდა, რა თქმა უნდა, პრევენციას გამოიწვევს, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მისაღები, არამედ ძალიან ბევრი შემდგომი ნაბიჯები არის გასაკეთებელი. აი, კულათა სისტემაზე რომ ვისაუბროთ უფრო სიღრმისეულად, ეს ახალი ცვლილებები ითვალისწინებს თუ არა ნაწილობრივ ამ კულათა სისტემაზე ჯარიმების მიბმას? დარღვევების, უბრალოდ დარღვევები არის თუ არა მიბმული კულების შემცირებასთან დაკავშირებით? მარტივად რომ გაიგოთ ჩვენმა მაყურებელმა, ვიცით რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე გაიზარდა 50-დან 100-მდე ჯარიმა და ასევე გაიზარდა ქულის ჩამოკლება, ანუ 20 ქულამდე არის გაზრდილი, თუმცა იდეაში არ არსებობს მექანიზმი, რომ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამო ქულა ჩამოაკლდეს ადამიანს, რადგან ქულები მხოლოდ და მხოლოდ აკლდება მაშინ, როცა ხდება საპატრიო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გაჩერება წყოლის და შესაბამისად შემდგომ ჩამოაკლდება ქულა. რაც შეეხება ვიდეო ჯარიმებს, აქ კულათა სისტემა არ მოქმედებს, აქედან გამომდინარე საერთოდ ვერ ხერხდება პრევენციულად დაკავშირება ვიდეო ჯარიმებთან. ამ ახალი ცვლილებების პირობებშიც ესეთი ჩანაწერი არსებობს? ასევე გაგრძელდება? ქულა გაიზარდა 20 ქულამდე, თუმცა სისტემა რჩება უცვლელი, ანუ ვერ მოვახდენთ ქულების ჩამოკლებას სიჩქარის გადაჭარბებაზე, ზუსტად ამიტომ იყო ჩვენი ფონდის კვლევა ეხებოდა იმ ევროპული გამოცდილების შესწავლას, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ქულების ჩამოკლება ვიდეო ჯარიმებზე, როგორ ხდება აღსრულება როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში და აქ მოცემულია დაახლოებით 10-მდე ქვეყნის ჩანაწერები, რეგულაციები და ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი ველოსიპედის მოგონება ჩვენ არ გვჭირდება, არამედ უნდა ავიღოთ ეს წარმატებული ქვეყნის პრაქტიკები და უნდა შევსაბამოთ საქართველოს რეალობას და შესაბამისად მოვახდინოთ ცვლილებები იმ რეგულაციების ან არეგულაციების უკვე მიღებული არის. თქვენ აპირებთ, რომ ინიცირება მოახდინოთ, გააცნოთ ეს კვლევის შედეგები ვინმეს, საუბარი გქონდათ თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, ამ თემასთან დაკავშირებით, მანამდე სანამ ცვლილებები დამტკიცდებოდა თუ ეხლა გაჩნდა ეს თემები? ჩვენ დაახლოებით ბოლო 4-5 წელია, რაც კულათა სისტემის მიბმას მოვითხოვთ სახელმწიფო უწყებებისგან. საკმაოდ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რომლის წარმომადგენლებსაც გავაცანით ეს კვლევა და ყველას კარგად გვესმის ამ კვლევის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობა, თუ რამდენად სასარგებლო იქნება საქართველოს გზებზე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რაც არის მიგნებები, იქნება გაზიარებული და უახლოეს მომავალში ქვეყანაში იქნება მიღებული ის ცვლილებები, რაც ცვლილებებიც რეალურად ჭირდება ჩვენს ქვეყანას. თუმცა ამ ეტაპზე იმ ცვლილებებში მაინც ეს ნაწილი თქვენი რეკომენდაციების ვერ აისახა, ხო? და აი ამ რომ ვერ აისახა, იქნება თუ არა ეფექტიანი ეს ცვლილებები? უსაფრთხოების მიზნით, უსაფრთხოების შესრულების და უსაფრთხოების მიზნის მიღწევის ნაწილში. მე ვფიქრობ, რომ ჯარიმების გაზრდა გარკვეულწილად რა თქმა უნდა პრევენციულ ხასიათის მომტანი იქნება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს დაუმთავრდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგია საგზაო უსაფრთხოების 2025 წლის ბოლოს დამთავრდა. ეხლა მიდის მუშაობა 2020-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე, სადაც აუცილებლად უნდა იქნას ეს საკითხები განხილული და შეტანილი, რადგან თუ მსგავსი საკითხების შეტანა არ მოხდება, მაშინ იგივე ფატალურ შემთხვევებს მივიღებთ, რაც რეალურად ბოლო წინა 5 წლის განმავლობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მჭიდრო თანამშრომლობა არის აუცილებელი და რეკომენდაციების მიწოდება უნდა გაგრძელდეს კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე არა მარტო კულათა სისტემაზე და სიჩქარის მენეჯმენტზე, არამედ აქ არის სასკოლო ზონებზე
ქვეითთა უსაფრთხოებაზე და სხვადასხვა თემებზე. ირაკლი, ასევე ძალიან საინტერესოა, იცით რა საკითხი, რომ აი ავტოსაგზაო შემთხვევები, მაგალითად სტატისტიკა, ხა ბოლო წინა წლის სტატისტიკას ვიტყვი 469 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას. ეს მსხვერპლი არის თუ არა შედეგი მხოლოდ თქვათ მძღოლების მხრიდან დარღვევების თუ არის აქ თქვათ ინფრასტრუქტურის დაგეგმარების, საგზაო ნიშნების ბრალეულობაც, ანუ არ არის ისეთი გამართული ეს ინფრასტრუქტურა, რაც ასევე გარკვეულწილად რომ თქვათ ხელს უწყობს ამ უბედური შემთხვევების, საგზაო შემთხვევების დაფიქსირებას და სტატისტიკის ზრდას. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გარკვეული თვეების უკან მივიღეთ რეგულაცია ფეხით მოსიარულეთა ჯარიმების გამკაცებაზე, მანამდე მოგეხსენებათ იყო 10 ლარი და ეხლა გახდა 50 ლარი. თუმცა მარტო თბილისი, ბათუმი და დიდი ქალაქები არ არის საქართველოს, არამედ მუნიციპალიტეტებსაც სჭირდებათ ყურადღება იგივე ინფრასტრუქტურის მოწყობების კუთხით, ვიცით რომ გადასასვლელები არ არის ყველგან მოწყობილი უსაფრთხოდ, შესაბამისად ზუსტად ამ ეროვნულ სტრატეგიაშიც უნდა გამახვილდეს ყურადღება რეგიონების გაძლიერებაზე და ამ კუთხით უნდა მოხდეს ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარება. რა თქმა უნდა, ბრალეულობა მხოლოდ და მხოლოდ ქვეითად მოსიარულის ვერ იქნება ან მარტო მძღოლის, არამედ ეს არის კომპლექსური საკითხი, იგივე ბრალეულობა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის მხრიდან წარმოსული, ვინაიდან არ იყოს ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურა და მობილობის ელემენტები გათვალისწინებული, რომ ადამიანს შეეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება. აქედან გამომდინარე, აქ როგორც მძღოლის, ასევე ქვეითად მოსიარულის და იგივე სახელმწიფოს როლიც არის ძალიან დიდი და ეს არის თანაზიარი პასუხისმგებლობა ყველასთვის, როგორც თვითონ მოქალაქისთვის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის და ფიქრობ, რომ დიდი ყურადღება მაინც მუნიციპალიტეტმა უნდა მიანიჭოს ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს, რადგან ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები წერენ, რომ მისდება ჯარიმები, თუმცა მათ გადასასვლელები არ აქვს და ვერ განახორციელებენ, ესე რომ ვთქვათ, თავისუფალ უსაფრთხო გადაადგილებას. არა მხოლოდ გადასასვლელები, ხო, პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან არის დახაზულ გზებზე, განათებებზე, ასევე ნიშანგებებზე და ძალიან ბევრი პრეტენზია ისმის მოქალაქეების მძღოლების მხრიდან. ანუ რო შევაჯამოთ ბატონო ირაკლი, ყველაფერი კომპლექსურად უნდა ერთდროულად განხორციელდეს, რომ ეფექტი მივიღოთ და ის რიცხვი, რომელიც 2025 წელს იყო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა, შემცირდეს და აღარ იყოს ამდენი შემთხვევა. ძალიან დიდი მადლობა. კომპლექსურად უნდა იყოს მიდგომები და აქვე ვიტყოდი იმას, რომ ჩვენი სტატისტიკას არ არის ბოლომდე დახვეწილი, გამომდინარე იქიდან, რომ 30 დღიანი ვადა, რომელიც საგზაო შემთხვევების გასვლიდან იწერება როგორც საგზაო საწყისო შემთხვევებში გარდაცვლილ ადამიანებს, ჩვენ ესე არ აგვაქვს, ანუ თუ უმწვირთვირად ხდება ადამიანის დაღუპვა, მხოლოდ მაშინ შეყვავს სტატისტიკაში, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ერთი კვირის ან ორი კვირის მერე ხდება მათი გარდაცვალება და ამის ასახვა არ ხდება, ამიტომ ის 479 ადამიანი რაც ახსენეთ, დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის რეალური ციფრი, რა რეალური ციფრი შეიძლება ჩვენ გქონდეს ზუსტი სტატისტიკის წარმოების შემთხვევაშიც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, თემა ძალიან დიდია და ბევრჯერ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით. დეველოპერულ კომპანია ზიუნსა და ლიბერტი ბანკ შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ლიბერტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში მელიქიშვილის გამზირზე საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობა იწყება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება $8.5 მილიონია, საიდანაც 6 მილიონს ლიბერტი ბანკი დააფინანსებს. 8 სართულიანი ბიზნეს ცენტრი გამორჩეული იქნება როგორც არქიტექტურით, ისე ინოვაციური ტექნოლოგიებით, მათ შორის საქართველოში პირველად გამოყენებული გამჭვირვალე ბეტონის ფასადით. პროექტის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება. ლიბერტი ბანკი ზიონის საინვესტიციო ჯგუფთან არაერთი წელია თანამშრომლობს და ჩვენ გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელებთ ერთად. მოხარულები ვართ, რომ ვახორციელებთ ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს მელიქიშვილის ქუჩაზე ბიზნეს ცენტრის მშენებლობას. პროექტი არის გამორჩეული თავისი უნიკალური დიზაინით
და ინოვაციური მშენებლობის მეთოდით და ვიმედოვნებთ, რომ ეს ადგილი გახდება ბიზნესებისთვის ერთგვარი ჰაბი. დეველოპერული კომპანია ზიონი ყოველთვის ბაზარზე წარდგენას აკეთებს განსაკუთრებულად გამორჩეული პროექტების და ეს იქნება გამორჩეული პროექტი იმით, რომ ზიონი ცდილობს შექმნას არა მხოლოდ შენობები, არამედ ფუნქციურად და არქიტექტურულად და ისეთი ჰარმონიაში მყოფი შენობა-ნაგებობები, რომლებიც მემკვიდრეობით დარჩება თბილისს და საქართველოს. აღნიშნული შენობა გამოირჩევა თავისი იერსახით, ეს არის გამჭვირვალე ბეტონი, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ იშვიათად გვხვდება, საქართველოში მას ანალოგი არ აქვს და რაც შექმნის ჩვენი ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო გაუმჯობესებს და მეტად მიმზიდველს გახდეს. მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი ზიონის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაციური და მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტის ჩართულობა. დღეს მოხარულები ვართ, რომ Liberty Bank-თან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს $6 მილიონი ინვესტიციას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პროექტი ხარისხიანად განვახორციელოთ. ეს პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ დობის და სამომავლო ხედვების დასტურია, რაც მომავალში შესაძლებლობას გვაძლევს თბილისის საქმიანი გარემო გადავიყვანოთ ახალ ეტაპზე. თბილისმა ციფრული ვაჭრობის შესახებ რეგიონული კონფერენციას უმასპინძლა ღონისძიების ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები, დიჯიტალიზაციის გავლენა სავაჭრო პროცესებზე, თანამედროვე ციფრული სავაჭრო ფინანსური ინსტრუმენტები და ციფრული აქტივების პოტენციალი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ლიდერები და სფეროს ექსპერტები. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით ჩატარდა. საქართველოს ბანკიც, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აქტიურად მუშაობს ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით თანამედროვე გადაწყვეტების დანერგვაზე, დიჯიტალიზაციაზე, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. კონფერენციის მთავარი თემა ვაჭრობის ფინანსირება, ბიზნესის საკვანძო ინსტრუმენტი, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურად ცვალებად გარემოში, სადაც რისკების და რაც მთავარია ლიკვიდობის ეფექტიანი მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს პროცესი ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკების გადაყვანას განვითარების ახალ ეტაპზე. იყენებს შუა კორიდორის შესაძლებლობებს და კავკასიის ეკონომიკების დაახლოებას, რაც ქმნის მეტ ღირებულებას და უკეთეს მომავალს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ციფრული ვაჭრობის დღის წესრიგი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორობისთვის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, საქართველოს ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ციფრული ვაჭრობის კონფერენციის შემდეგ გადავიდეთ ინოვაციური ეკონომიკის რუბრიკაზე. ნატალი ტუღუში, რუბრიკის ავტორი, გვიერთდება საინტერესო ამბებით. გადაწყვეტილებები, რომლებიც ქმნის საქართველოს ციფრულ მომავალს. ინოვაციური ეკონომიკა. მოგესალმებით, დღეს ინოვაციური ეკონომიკის რუბრიკაში ვისაუბრებთ ციფრული ფინანსების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებაზე, კრიპტოინდუსტრიაზე და მის როლზე თანამედროვე ეკონომიკაში. ბოლო წლებში ფინანსური ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად ცვლის ტრადიციულ ეკონომიკურ მოდელებს. ციფრული აქტივები და ინოვაციური სავაჭრო პლატფორმები უკვე გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი გახდა და ამ პროცესში ქვეყნები ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიკავონ ახალ ეკონომიკურ რეალობაში. საქართველო ამ მიმართულებით ეტაპობრივად ყალიბდება როგორც რეგიონული ტექნოლოგიური და საინვესტიციო ინტერესის მზარდი ცენტრი, სადაც ინოვაციური ეკონომიკის განვითარება და სახელმწიფო სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა აქტიურად ჩანს გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორც საინტერესო გარემო განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთი ასეთი გლობალური მოთამაშეა Bybit, საერთაშორისო კრიპტობირჟა, რომელიც მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ოპერირებს. მათ შორის საქართველოშიც, სადაც კომპანია ხედავს ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ადგილობრივი ეკოსისტემის ფარგლებში. დღეს ვესაუბრებით შოთა ლომთაძეს, Bybit-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში, კრიპტოინდუსტრიის განვითარების ტენდენციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში. მოგესალმებით, შოთა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა ნატალი მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს.
მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში კრიპტოინდუსტრიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპები გაიარა. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეს სექტორში და რა არის ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას გლობალურად? კრიპტო, ანუ ციფრული აქტივი უფრო ხშირად ხდება რეგულაციის ნაწილი, ვინაიდან დეცენტრალიზებულმა ფინანსებმა რო აუხსნათ მომხმარებელს რა არის დეცენტრალიზებული ფინანსები, ეს არის ფინანსური სექტორი, რომელიც რეგულაციაში ვერ ხდებოდა ადრე. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიც აქცევენ ყურადღებას ამ ინდუსტრიის რეგულაციის ჩარჩოში ჩასმას, ესე ვთქვათ. ამან განაპირობა, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია დღესდღეობით, რაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით სოფლიოში. შესაბამისად, იქნება უფრო მეტი სტაბილური გარემო, როგორც რეგულაციის ნაწილში, ასევე მოხმარების ნაწილშიც. რა როლს ასრულებს Bybit საქართველოს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და როგორ ერწყმის ის ქვეყნის უფრო ფართო საინვესტიციო და განვითარების ხედვას? Bybit უდაოდ დაეხმარება ქვეყანას ადგილი დაემკვიდროს ციფრულ ეკონომიკაში, ციფრულ ეკონომიკის ეკოსისტემაში. შესაბამისად, ეგ კარგი მაგალითი იქნება სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის, აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ამას და ეს განაპირობებს უფრო მეტი კომპანიების მზარდ ინტერესს ქვეყნის მიმართ. ეს ხელშეუწყობს როგორც ტექნოლოგიური, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების დამკვიდრებას ქვეყანაში, შესაბამისად განათლების ზრდას ამ სექტორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღესდღეობით ახალგაზრდობისთვის. საინტერესოა რა ფაქტორებმა განაპირობა კომპანიისთვის ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიზარდა აქტიურობა და ასევე მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროცესში უშუალოდ საქართველოს ბიზნეს და რეგულაციური გარემო. კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. რეგულაციის ჩარჩო, ჩემი აზრით, დღესდღეობით არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ყველა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი აქცევს ყურადღებას. შესაბამისად, შემიძლია დაბეჯითებით თქვა, რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა რეგულაციის ჩარჩოს დახვეწაში. ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ როგორც საგადასახადო სისტემის მოქნილობას, ასევე ლიბერალურ გადაწყვეტილების მიღების ნაწილსაც, იმიტომ რომ ძალიან ტენდენცია ისეთია, რომ ყველა მსჯელობს ამ მიმართულებით, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, რომელმაც რაღაც ნაბიჯები გადადგა. შესაბამისად, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. როგორ ხედავთ საქართველოს როლს რეგიონულ კონკურენციაში? მით უმეტეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს დაიმკვიდროს თავი და ძალისხმევა ჩადოს იმაში, რომ გახდეს ტექნოლოგიური რეგიონული ჰაბი. შეიძლება ვსაუბრობთ ამ რეგიონალურ ჰაბზე, მაგრამ ეს ჰაბი ხა ეგ არ არის რაღაც ეგრეთ ვთქვათ მონიჭებული სტატუსი, ხო, ეგ არის რაღაც გარკვეული ნაბიჯების კონსოლიდაცია, რაც განაპირობებს ეკონომიკური, ფინანსური ინსტიტუტების ინტერესს. შესაბამისად, დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა იძახის, რომ ვქვით რეგიონალურ ჰაბს, ეს პრაქტიკულ ჭრილში არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ რეგულაციის ჩარჩო, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მთავრობის ხარდაჭერა, მოქნილი საგადასახადო სისტემა, ეს არის ის კომპონენტები, რომლებიც განაპირობებენ რეალურად აი ამ რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბების პროცესს. პირნათლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გვეკითხებიან, აი როგორ შევიდეთ ბაზარზე, თქვენ რა ნაბიჯები გადადგეთ, როგორ დაიმკვიდრეთ თავი. აი ეგ უკვე ძალიან პოზიტიური ნიშანია ჩვენთვის. თქვენი ხედვით რა მიმართულებები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს გააძლიეროს, კიდევ უფრო გააძლიეროს მისი პოზიცია ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციური ფინანსების სფეროში მომდევნო წლებში? ჩემი აზრით, ქვეყანას გააჩნია ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, ძალიან მოქნილი საგადასახადო სისტემა არის. მე მგონი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს მასიურად უნდა გავიტანოთ ქვეყნის გარეთ. კომპანიებმა არიციან, რომ ჩვენთან არსებობს ეგეთი საინტერესო საგადასახადო ბაზა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ამ ინფორმაციის გასატანად. ესე იგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ლიბერალური გადაწყვეტილების მიღების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ კარგ გზაზე ვდგევართ. მთავრობა ძალიან ინოვაციურია, ეხმარება ბიზნესს იმპლემენტაციაში, შესაბამისად ეს გზა აუცილებლად უნდა გავიაროთ და გავაგრძელოთ. ესტონური მოდელი საგადასახადო ნაწილში ძალიან მოქნილია, კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ რეინვესტირება გააკეთონ მოგების ნაწილის, ეს ძალიან დიდი იმპულსს აძლევს ბიზნესებს და კომპანიებს გადაწყვეტილების მიღებისთვის. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. ჩემთან ერთად იმყოფებოდა Bybit-ის აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე. რუბრიკა ინოვაციური ეკონომიკა ამით დასრულებულია. ახალი ამბებით მომავალ კვირას დაგიბრუნდებით.
და ბოლოს ვნახოთ როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 1 დოლარი 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 18 თეთრი. ლარის კურსი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან კი გამყარდა. ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები გაიმყარა ლირასთანაც, რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა ლარი. 1 თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 54 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 58 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 19 თეთრი. ლარი დრამთან გაუფასურდა, მანათთან კი გამყარდა. ბიზნესი რუსთავი ორზიამი დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. შევხვდებით ხვალ.